თუ მაშინ თუ ყველას კაი დოპინგი თუ ყველას თუ არავის ვიკეიპეთ არა მაგრამ დაძაბულობა იყო მანდაც აი ქვეყანას ეხა ვიღაცა რო ეხება და რამე ისე იყვნენ რა არ იყო ჩანგალი თვალში და რაღაცა მაგ ყველაფერმა დამიბრუნა ის რა სიხალისე და დამაბრუნა ისეთი როგორი სვა 23 წელს ხალხაზდები ვართ ეხლა ეგრე არ თქვა შეცქივა ძალიან გარდამავალი მაშინ მოყევი ჩემი აზრით რო არ უყურებდა მაგასაც აი მაგ დროიდანაც ხო ხარ და მე აი აკრას ყურება რო დაიწყო ხალხმა და გულშემატკივრობა მაგაშიც მოყევი ძალიან კი ხო და მაგაზე არ უნდა წუწუნებდე რომ ეს არის არ უყურებდი მაგრად აღმავლობის პერიოდშიც ვიყავი და აღმავლობის კი არა შენ ყველაზე კაი მე მგონია რომ კაი პერიოდში იყავი ყველაზე ალბათ იმიტომ რომ ეგ ძალიან ოქროს ხანა იყო ჩვენი რაგბისთვის იმიტომ რომ ეხა ეგეთი არ გვაქვს. ეხა ცოტა გვიჭირს ხო, მაგრამ ხო ის სუეგერია. იმის რომ თვლი რომ მორაგბეები ძალიან კარგები გყავს ეხაც რა, ეხა ტოპ რანი ნიაშვილი არა, მკითხო პელე არის რაგბის, აი მართლა აი ბაქრა არის რაგბის რა. ლობჟანიძე ძალიან კაია. ცოტა ის გვაქვს, მაგრამ დავკამბექტებით გუჭვენ. იქ სუხდება ეგრე რა, რაღაც კრიზისები. ხო, ნუ სპორტია რაღაც ის მომენტი გუნდებს აქვთ ხოლმე რომ ცუდი. აი ჩასვითო გინდა რა. ჩასმერია. მეცაც გეტყვი, საინტერესო თემაზე ვსაუბრობ ძალიან და მე უბრალოდ გული მწყდება რომ არ დაწყებულა გადასწრება. გაუმარჯოს მაყურებელს დღეს მესამე ტაიმი გვექნება ბორჯალოსების კაპიტანთან მერაბ შარიხაძესთან ერთად. ეს გამარჯობა მერაბ მადლობა რომ გესტუმრე მადლობა ბოდიში რომ დავაგვიანე არა კაი ხო გითხარი ჩემს კაია ორი კათხით მეტი დალევა მოვასწარი სანამ ვისაც ძალიან გიყვართ მერაბი და გიждები და რაღაც 1 საათი დააგვიანა იცოდეთ მაინც ამერია ხდება ხოლმე არა უშავს მინდა შეგახსენოთ რომ ჩვენი წამსგენი არის ქართული ნატურალური პრემიალური ხარისხის ტალღოვანი ჩიპსი ლუდისა ასევე ბავარია რომელიც 300 წელზე მეტია ჰოლანდიურ ოჯახში 300 წელზე მეტია ჰოლანდიურ ოჯახში იხარშება და ასევე რა თქმა უნდა ალკოსპერო. ხო და ეგრე ბიჭო. მე მგონი გოლს შევესწრები და ეხა რა აი პარალელურად ხო ჩართული გოლს თამაში უყურებთ ბრაზილია იაპონიას და მე დიდი იმედი მქონდა რომ დღეს მაინც არ მიქნებოდა ფეხბურთზე საუბარი მაგრამ დიდი გულშემატკივარი ხარ ფეხბურთის როგორც სპორტი ზოგადად მაგრამ მიყვარდა ფეხბურთის მაგრამ მინიმუმ იმედი ქონდა რომ პირველი 1 საათი რაც გადაცემა უნდა ყოფილიყო არ მოგეწოდა მაგრამ ფეხბურთზე მოვიდა სუსტად და კაი გარემოში უკვე ეხლა საუბრობთ ძალიან საინტერესო თემაზე ხო კამერა ჩართული არის ჩვენი რაგბის წარმატებებზე და წარუმატებლობებზე კი ბატონო ხო ზოგადად სპორტს ახასიათებს ეგ რა კაი პერიოდები და მე აღმავლობა ყველაფერი ცხოვრებას ხო ეგრე არის რა და სპორტსაც ეგრე ხო რაღაც პერიოდში ადიხარ მე ენერგიები კარელი უნდა მოვიყვანოთ რა ერთი მაინტერესებს რა ზოგადად იბაზე ხო არ არის დაიწყო რაღაცა და რაღაცები არ მომწონს და გადავემრო სუდი წელი როგორ აუ ვიღაცას რო ეწერა კირჩხი მეფროდი მაგ თუ ახარ ხარ უღერღუნე და ძალიან გადავა ოღონდ ამდენად არის დაკავშირებული იმასთან ფეხბურთთან არა ფეხბურთის წარმატებასთან საქართველოში ჩვენ ბავშვობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტი ერთ-ერთი კი არა ყველაზე პოპულარული რაგბი ითვლებოდა რა მერე უცებ აი ისგოს ფეხბურთზე გადავიდა ყველაფერი ფეხბურთთან შედარება ნებისმიერი სხვა სპორტის ხო უსამართლობა არის რა ფეხბურთის მიმართაც და სხვა სპორტების მიმართ ფეხბურთი სხვაგან არის რა ანუ ძალიან მაგრა უყვარს ფეხბურთი ძალიან მაგრა უყვარს მათ შორის ჩვენს გვიყვარს და მორაგბეებსაც და ფეხბურთი ისეთი სპორტია თავარი პლუს ფეხბურთის რა ლამაზია და მარტივია რა რა აქვს ეხა თუ იმაში წესებში თუ არ გაერკვიე რაღაცა სულ წესები იცლება ტენდენციებს თუ არ მიყევი ჩემები ხო რამდენი წელი ვითამაშე რაგბი და რამდენი წელი კიდე ნაკრებში ვიყავი და წესები არიციან რა ეხაც რაგბი რამოდენ ეხა ახალგაზრდულის თამაშს უყურებდით ერთად და არიციან წესები შენ ხო რაღაცებს ვერ ხვდებიან რომ ეს რატო მე მგონია ხშირად რომ ბევრი არის თქვენ არ თვითონ მორაგბეებსაც ბევრჯერ გქონია რომ რაღაცა წეს მე აღმოაჩენ და ეგ რაგბის რეალურად დიდი პრობლემა არის რა კი ბატონო პრობლემის აქვს რა აქვს რასაც მე კიდე ვიწყი ჩემი აზრით რატო აქვს პრობლემები მაგრამ
წესები არის ის, რატომაც რაგბი გაუჭირდება, რომ ფეხბურთი გახდეს როდისმე, ფეხბურთის მწვერვალებამდე და სიმაღლებამდე მივიდეს, იმიტომ რომ ძალიან გროჯ გაერკვევი და მე უკვე როგორც ხუბზე ჭიდაობას კი აღარ შეხედავ ისე როგორც ტაქტიკურ მონახაზად თამაშს, სხვა სპორტი არის. მე ვიხდები, რომ ბევრად მეტი სიღრმეები აქვს და ბევრად ტაქტიკური და ძალიან ჩახლართული ამბავია რეალურად და ის არის რა, პატარა. მარტო ჯახი არის. ხო, შენ მე მევასებე. შენ იცი წესები? აბა 3 წესი. საჭირო უსტოს უნდა გაჩერდე. სიბასი არ შეიძლება. აბა გვერდით უკან. გვერდით შეიძლება ხო, რატო? რაგბი არის ერთ-ერთი სპორტი, სადაც შენი მოწინააღმდეგეები შენ წინ არიან და შენი თანაგუნდელები ყოველთვის შენ წინ თანაგუნდელი თუ არის ვერ გეხმარება ამ საიტში ტყუილა არის რა. ხო და ნახე მიუხედავად მაგით ზოგადად ვთვლი რომ ბოლო პერიოდში გაცილებით უფრო გაართულეს. ადრე უფრო თან აი გულსფრთხილად ვიტყვი მიყვარდა და ყოველთვის უყურებდი ხოლმე და ეს ბოლო პერიოდი მგონია რომ აი ეს წესების გამო ნაკლებად სანახაობები გახდა. მე თუ გინდა რატო არ უყურებ, რატო დააკვდა მარტო საქართველოში კი არა, ზოგადად სოფლიოში რა აქვს გულშემატკივარი რატო დააკვდა რა. და რაგბის მესუღებთან ახლა საქართველოში ავიზახ უცხოეთში ჩემი დამოკიდებულება კი ნახეთ როგორ რა ისეც მაქვს რა და კიდე უფრო გამიმზარ სულ ეგრე ვიყავი და ალბათ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დამსაჯეს ეგრე ძალიან კიდე ეგ იყო რომ სულ კრიტიკულად ვიყავი განწყობილი რა რაგბის გულშემატკივარი ვინც არის და ვინც იყო და ვისაც რაგბი უყვარს აი ნაღდი ორთაბრძოლა და უყვარს აი შეტაკება და ის რაღაცა ჩხუბიც რაღაც მომენტში და ჩაშიყვა არასპორტული ჩაშიყვა რაღაც აი მაგარი ბოჭო ტიპი რომ დაასკდება და ისეთი ბოჭო არ უარო აი ზოდა შეგეშინდება რა ეხა ისე წაიყვანეს რაგბი რომ ფეხბურთს რაღაც მომენტში სიმულანტობა ეხა მე ნებისმიერ ყველგან ნერვები მეშთე მაგრამ ფეხბურთმა ეს სიმულანტობის ამბავი მოირგო უკვე წლებია რა და რაღაცა ცალკე ხელოვნებაში გადაიყვანეს მაგრამ ეგ ფეხბურთი არის და რაგბის სიმულაცია არ უხდება ხო რა როგორ არის იცი ვისაც სიმულაციის ყურება და აი ეგ მსგავსი რაღაცეების ყურება არაწუხებს და რაღაც მომენტში ხელოვნებათაც მიაჩნია ის ისაც ფეხბურთის გულშემატკივარია და ძალიან მაგრა უყვარს ფეხბურთი და ვისაც ეგ სიმულაცია ცოტა შეიძლება აღიზიანდეს და არ მოწონდეს ის უყურებდა რაგბს ეხლა რაგბის თემას თუ დავიწყეთ სიმულაცია და უკვე მაგითკენ იმას გიშვება რა გაპროვოცირებ წესები რომ სიმულაციები დაიწყო და რაღაცეები მოიგონო და ვითომ ცუდად ახარ უკვე ის რაგბის გულშემატკივარი ვინც რა ჩვენს მახინ სიმულაციას უყურებს წავა და აგერ ხალხი ოსტატები არიან მაგისი რა ხო მე ჩაუმჯდება თავიდან მომეწონა ზოგადად ცოტა რო შეამსუბუქეს რაღაცები მართლა მაგის გამო გიყვარს რომ შეჯახება ისას და ესე არ დააგდო ესე იმას კი ჩახერია სოფლიოში რა რო შეხედე ზელანდიაში სამხრეთ აფრიკაში რაგბის ქვეყნები არის რა არ დადის ხალხი რა იმიტომ რაც უყვარდათ ის ამოიღეს წარმოიდგინე ხა აი როგორი წესი რა აი ოდნავ ზევით აი ხელი რა აი აქ თუ მოგიხვდა აი ხარზე ხელის დადება ამ ხრით ასკდები იმ ხალხს ფეხებში აფრინდები და აი აქ თუ ხელი დაგადეს და აი ბოჭო თუ გააკეთეს всё ყვითელი ბარათიკა გარანტირებული ეხა უყურე როგორ ხდება აქ ხელს დაგადებს ხო მოთამაშე უკვე იმას ფიქრობს რომ აქ ხელი თუ დამატომ საერთოდ დავანახო ეს ხელიო დამატო ფეხბურთის ავტომატ შეიქმნა რა თავიდან ალბათ მაქედან გაჩნდა ეს სიმულაცია რა და აყირავდება და პოტრიალობს და აუ და სანამ ვიდეო რეფერე და მე გაგდებენ რა და უკვე რადგანაც ეგ შედეგიანი გახდა უკვე ყველა მაგას იხენებს ავტომატურად მაგას არ გააკეთებ და ის გამოდის რა მე მწუხნელი გაძო ხო რა ასაკეთებს გეკნა რა მაგას შეიძლება თამაში მოგაგებდეს ეგეთ იცი რამდენია ამ დროს აი შეიძლება ისეთ მომენტში რომ ვერავინ ვერ ხედავდეს აი თავში ისეთი გრეხვოს ვიღაცა რომ აი შეიძლება მთელი დღე გაბრუებული დადიოდე კი არა მთელი თვე ეგ არაფერი რა მაგრამ მეორე წელს ხარზე ხელს დაგადებენ და აი ეგეთი რაღაცეები ადრე იყო ეხა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ცოტა ისეთ იმას ვიზახი არაპოპულარულას შეიძლება ხო ის გადაცემებში რო იყო მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რაგბი რატომაც გახდა კონკრეტულად საქართველოში და მსოფლიოს მასშტაბითაც პოპულარული იყო ჩხუბი ეს ჩხუბი ისედაც მოედნის გარეთ არ გადიოდა რა მაგას ხო თავის წესები აქვს თან ხო რა ისეთი რაღაცა ფეხს ახმარო და სახეში ხა შიფები სუბთა მიდეს ისეთი ჩხუბი ნაკრებსაც რამდენჯერაც გვიჩხუბია ხო
მაგრამ აქ შუა საქართველოში შეაყვარა ხალხს რაგბი და უფრო რაღაც სხვანაირი აზარტი როგორც იმაში იყო, რა ქვია, ფეხბურთში რო არის top 10 goals, აქ არის top 10 fights. top 10 fights, ხო, შეუულებრივია. ბოლო დროს აღარ ჩხუბობ. იჩხუბებ, ციხეს დაგაშენებენ თავზე ღადაო. ადრე ის იყო, რა ქვია, მამამუკა მახსოვს სულ ჩხუბობდა ხოლმე. მამუკა ჩხუბებმა გავხდა ერთ-ერთი ყველაზე ვიტო ჩხუბობდა ხოლმე სულ კიდე. ოღონდ მეგჩხუბებით ისე კი არ იყო, რომ აი დაცკეჩხუბ. რაღაცა მოხდება ისის იმაზღიშება, ჩხუბი და რაღაც სხვა დრაივს აძლევდა თავზე. ეხა ვიღაცას რომ ხელი გაარტყა ეგრევე წითელი. დაგთორებული გაქვს სეზონი კი არა კარიერა რა. რაც წამოხვედი ეობა გაზე. აღარ ყოფილა. არა იქამდე ეგრე იყო ეგ, მაგრამ მე მაგაში გეთახმები რომ ერთის მხრივ თან ეს მარტო იმაზე კი არ მოქმედებდა რომ ზოგადად მაყურებელი და რაღაც თამაშის რამხელა მნიშვნელობა ქონდა ამ რამხელა ენერგიას და მუხტის და ვიღაცას შემოარტყა. ანუ თვითონ როგორც მორაგბე, მე ხო უფრო ასწორებს კიდე რა. ბიჭო, სხვანაირი ცეცხლი ინთება, ეხა იმას კი არ ვიძახი რომ აი ეს არაფერი დაუსაბ ჩხუბი უნდა ატეხო, მაგრამ მარი რამში ისეთი მომენტები რომ რაღაცა რა უნდა გაუჭედო და ანახო ვის ის მაგამდე მაგრამ თან მიდიოდა ხოლმე სადღაც უეჭველი ჩხუბი. ხო, ეგეც ხო ემოციური ის. მე უფრო მაგრამ ისტორია ხოლმე ხურება რომ მე კიდევ მე მეხუთე ლეველს რო დაუდებდი. ეკვანტი იმას ქნეს რა, ძალიან იმდენად შეამცირეს რომ ერთადერთი ძალიან რაშიც ვეთანხმები რომ წესები ძალიან მკაცრი უნდა იყოს არის რომ ჰაერში ბურთს რო იჭერს ტიპი მაგ დროს ეს ხო რამეა. კი ბატონო, ამ ხარზე შეხება არ შეიძლება ხო? ყვითელი და რაღაცა და ეგ ძალიან კაია, ძალიან აპასნია რა. აი შეიძლება კისი დაეცეს ხო? ეს ის მევასებოდა სულ რა. ხო, ჩხუბი შეიძლება რა, ერთი ერზე ჩხუბობდა, შეუულებრივ. ნუ ამიტომაც ყავს მაგდანი გულშემატკივარი ოკეიზა. რაგბი მთელი აბა ჰოკეი ისე არის შენ პატარაში. უცებ ეხა ჩხუბი რო არ იყოს ოკეიში, ჩხუბი რო აგზავნო, აი ჩხუბი და შეჯახება. ფიგურული რეალია რა. ჩხუბი და ხო, აი ეგ უნდა მეთქვა, აი ხო რა, ფიგურული რეალია რა დალში. ვიღაცა ჩუვაკები. აი მე არ შემეხო. შეგვიძლია ადებილობა გამოვიდა. რაგბი მაკეტკენ მიყავდა. მე ვფიქრობ რომ ეხა როგორ არის ხო ის ხანდახან ცხოვრებაში ისე რომ აი ბოლომდე კრიზისში უნდა ჩავარდე რაღაცაში რომ მიხვდე რომ სისულელეში აი ეხა სანახევროდ იმაში რაგბს ისე მაგრა შეიძლება პრობლემები შეიქმნას რომ მე ალბათ მიხვდება რა საერთოდ რომ ნაგვების ხელში არის რა მსოფლიო რაგბი არის ნაგვები აი არასწორი ღირებულებების მრუდე ტვინის ტიპები რა რომლებსაც უნდათ რომ რაგბი ჩაიკეტოს რომლებსაც მნიშვნელოვანი სხვა რაღაც მორალი არ არსებობს ეგეთი შემთხვევა იყო რომ ერთ-ერთ თამაშზე რა ვეთამაშებოდ თელავივ ჰიტს ოღონდ უყავდათ სამხრეთ აფრიკელები ბიჭო გვაგინებენ მთელი თამაში როგორ გვაგინებენ იცი აი რან ცუდათ რა რა ვიცი ყველაზე მაღალი გინებები რაც არის და აი კიდე რომ ქვეყანაზე შეურაცხყოფას გაყენებენ და ავჭალაში ვთამაშობდით და ავჭალაში ვთამაშობ გზებით ერთი დანგრეული შენობა არის რა ჩანს ველი კომუნისტების დროინდელი და რაღაც აი მაღაზიას გვეღადავებოდა ნახეობი საცხოვრობთო რა თვითონ ოღონდ საიდან არიან რო განახე და აი ეგეთე შეურაცხყოფა თუ თქვენი ქვეყანა და რამე გამას ხო ვითმენდა თან საჭმეუნები ხა მაგას კაპიტანი ვარ საჭმეუნები რომ გესმის მეთქი რაღაცას ისეც გააკეთებს სამშობლოს ღალატია რა თამაშს ააგებინებ. ნუ აი საჭირო მიდასტურებს რომ ესმის და ამათ ეუნება რომ იცოდე დაგჯით რა. ოღონდ ფეხებზე კიდია თან ხან როცა უნდა ისმის, ხან როცა უნდა არ ესმის. ესე გვაგინებენ ცინიკურად ესა და ბოლო-ბოლო ისე მოხდა რომ შეხლა შემოხლა მოგვივიდა რა. მომსეს ხელი არ გამირტყი არავისთვის, არაფერი არ მოხდა რა. ტიპთან ესე მივედი ახლოს სახესთან და ეს აი ხო ეს აი ქუჩაში ყველას მოგსურია რაგზეზე აი მილიარდი იყო ყოველზე თავზე მივადე რა და თავზე რომ მივადე და ეს გადაკოტრია და სამი ბრუნი უკან და არ შევხები ვარ ვერც შევეხე ისე რა მე იმ პონჩი მივედი რომ ხა ბოლო რა გინდა და რამე და მაგაზე მომსეს დისკვალიფიკაცია გამდეხნიანი 6 კვირია 6 თამაშია 6 თამაშიანი შემიბრალია ბარემ ჩაგერტყა ბარემ ჩამერტყა ხო მეორე ჩამერტყა იგივე ბარემ ჩამერტყა მაგას ვიზახო და აი მოგრე არა 8 თამაში ყოფილი აი იგივე იქნებოდა იმასთან ჩატორზე ჩავარტყი და რა არა და აი რაგბის ეშხი რაც იყო ის რომ რაღაც ვიდეოები რო არის რომ კი მაინც დაჟე
მაინც ვიქეიპეთ არა, მაგრამ დაძაბულობა იყო მანდაც. აი ქვეყანას ახლა ვიღაცა რო ეხება და რამე ისე იყვნენ რა, არ იყო ჩანგალი თვალში და რაღაცა. არა, ეხლა, მაგრამ ეგ ხო ისი მაინც რაღაცას იმას არ ვწდება, მაგრამ იცოდნენ რომ არ უნდა მოკარებოდნენ და ძალიან მალევე დაითესდნენ რა. წვადი მიუტანეს ხახვისგან. კეიფი მარტო კაი ხახტა მესამე ტაიმი ეგ ტრადიცია და ის არის, მაგრამ ეხლა ვინ გევასებათ ყველაზე მაგრამ ანუ ვინ გევასებოდა აი ნაკრები ისთან ერთად ასწორებდა აი რო ჩამოდიოდა ისეული ტიპები ხო აი ნაკრები რო თამაშობდით თქვენ და ოღონდ აქ რა ვთქვათ რა აი ვინ გევასებოთ რა აი ამათ მაგრა უნდა დავხვდეთ თამაშის მერეც აი წავაგებთ თუ არა ამათთან ერთად კაი დროს გავატარებთ ვინ იყო ეგეთი ნაკრები ჯიგარი კამანდა მე მაგ ჩემი ვარაუდი ერთი ესპანელები ისე მაგრამ იზე რო იცოდე აი ჩვენ ვისაც გადავყევით სულ ჩვენ ხო აქ ბანკეტები იყო არის როგორ იცი აუ რა გითხრა რა აი ჯერდა დალევარი გიყარდა ჭამარი დალევა და ჭამა სულ არ დალევა რეალურად არ გამოდის, იმიტომ რომ მაგის მერე თუ თამაშები და ბოლო თამაშის მერე არის ხოლმე დალევა რა, აი რომ იცი რომ ხუთ თამაშს ითამაშებ და მერე დასვენებ. მაგრამ ლუდი 1-2 კათხას ეგრე კი, მაგრამ მე ისე ლუდის ხო რა. ორი კათხის ლუდი დალევას რა არის თუმცა. მაგრამ ეგეც ისე რა, თუ კითხვირაში თუ თამაში გაქვს ვერ დალევა რა. ხო და ჩვენ აქ ვახვედრებთ, რა ვიცი მე, ხო ციკანი ფეხზე და გოჭი იმას და ტრიალებს და აი და ვიდა იქ ჩადიხარ და არაფერი. აი იმათ სამზარულოს ბრალი არის. იმათი ბრალი არის. აა კულაკებაც ისე რა სალათი კიდე კა რესტორნებში დაკავ და ის სტადიონზე იქ რაღაცას რომ მოგიგდებიან რა რაღაცა ის ის არის ხო ბუტერბროტი რაღაცა სისულელე რა სენდვიჩი ერთიც არის რა. ვა აი კიდე ტრაქში ბიჭო მაგას უბრალდებოდით პროტესტი ქონდა რომ ამათი დედაცვატირე რა ყველა ძირითადად და ყველაზე უფრო ნორმალური ტიპაჟურად ესე ალბათ ესპანელები რა ესპანეთი ვისაც ხშირად ქონდა თორე უფრო ისეთი მაღალი დონის გუნდები ვინც არიან იმათ უფრო ღირსეული ისინი ხა იგონია რომ იტალიელები იქნებიან ესე იტალიელები ბანკეტზე არ მოვიდნენ რომ მოვიდეთ მართლა რომ მოვიდეთ არ მოვიდოდნენ ნუ ეგეც ყინას გაიყო ხა არა და თვითონ თქვენ ხო იცი ეგ რო ეხა რომ მოგიგებთ უცოდე და ბანკეტზე მოდით მოვუგე და თვითონ არ მოვიდე ფოტოები ირლანდია იტალიელები მევასებო ბიჭო ეგ რა მე გონია უფრო ხასიათში რაღაცა ქართულებთან მაგრამ ესპანელების არანაკლები ისეთი ესპანელები ისეთი რა ეხა რომ ახსენდება ყველა ჯიგო მე მეგონა რომ იმას იტყვა ვისთანაც ხშირად გვაქვს არ ვიცი ოღონდ რა ისეთ ცოტა ეგეთ წარმომდგენელი მქონდა რუმინეთი მგონია რომ კაი სასტავი უნდა იყოს მეთქი რუმინეთთან მეგობრული დამოკიდებულება მქონდა რაღაცა პერიოდის მერე იმიტომ რომ მოედანზეც კარგად იყო აღიარეს შეეჩვიე აღია თავიდან სანამ ის იყო რა ქვია თანაბრად ვიყავი ჩვენ და რუმინეთი წლების წინ ვიზაღი და მაშინ ხოცა მაგრამ მართლა რუმინეთი გვახმარებდა ყველაზე ღირსეულ ბანკეტებს ყოველთვის იმიტომ რომ რუმინეთი ცოტა ის არის ჩვენ გვავს ცოტა მგონია რაღაცეებით ქრისტიანები არიან მართლმადიდებლები ყველაზე მართლმადიდებელი ქვეყანა არის აი ვაფშე რუმინეთი 97%-ით ისე ძალიან ისენი არიან რაღაც და მგონია რომ კი არ გვადასტურებდნენ ეგენი მანამდე ვადასტურებ ლაიკუ სანამ ყავდათ მანამდე თამაშობდნენ მაგის მერე მაგეთ კაი თამაში არ მახსოვს მაგის მერე უკვე გავტეხეთ რუმინეთი ხო აი ლაიკუ აღარ იყო აი ვაფშე მაგა აი არ მახსოვს ლაიკის პერიოდშიც უკვე გატეხილები იყვნენ უკვე რომ მოგეძა ცოტა კარგი იყო მაინც ტრაკიდანიდან და ხო მაგრამ უკვე ბოლო პერიოდში უკვე ვეღარ იყო ისეთ ხოძე მაგრამ ნუ სანამ ხო ისეთი გუნდი ყავდათ მანამდე და ბანკეტებზე დაძაბულობა იყო სულ რა ისეთი აი ბანკეტიც ისეთი იყო მე რო აღიარეს რომ უკვე უკვე რაღაცას რომ აღიარეს რომ საქართველოს გჯობია მაგის მე ისეთი ბანკეტები ის მაგას ყოლი მაგათან რა ერთფეროვნება რო იყო სულ ხო იაპონიამ გაუტა და გოლი ბიჭო ხო არ რუმინეთი კაია მაგრამ ნახე რა ხდება აი ნახე ეს რა შეიძლება ფანატი ბიჭო ეს სუზუკი არაფრის გამოშვები არ იქნება 2015-ში ტონგას მოუგე ჩვენ და დიდი ამბავი იყო მაშინ ტონგისთვის ჩვენი მოგებას დიდი სენსაცია იყო და აღმოსოფლიო ალაპარაკდა რომ საქართველოს ტონგას მოუგო და რამე და იმავე დღეს თუ არა მეორე დღეს იაპონია მოუგო სამხრეთ აფრიკას და ყველას დავავიწყდით ეგრევე ჩაწყნა ხო და მე მაგას ვამბობ რომ ერთი ხო მაგაზე ვამბობენ რომ პრობლემა ის არის რომ სულ ერთი და იგივე ტრიალებს რა რაგბიშიო რომ აი ერთი იგივე მოწინააღმდეგეები იგივე ეუნები ბრუდე და არასწორი ნახე რა გოლი გაუტანდი არასწორი ღირებულებების ტიპების ხელში არის სოფლიო რაგბი რა ანუ და გულშემატკივარი არატრაგებს მაგაზე ანუ რამე ის პეტიცია არ დავწეროთ რამე არა ქართველი გულშემატკივარი რა მაგრამ კიდიაც წარმოგიდგენია გუნდში პეტიცია დავწეროთ მე და შენ რაზე
რომ აი რაგბი ქართველი წესები უცხოელი გულშემატკივარი კიდიათ მაგათ თვითონ ფეხზე რა ქართველი გულშემატკივარი. აი ძალიან აქამდე ხდება. ეცაც გეტყვი ეხლა მაინტერესებს უბრალოდ მაყურებელმა თუ იცის ანუ ვინმე საერთოდ თუ იცოდა რომ ან გაბუნ თუ იცის თუნდაც რომ სოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდელთა ტარდება ეხლა ამ მომენტში საქართველოში. მე ვიცოდი. მე თავის რა შენ ვიცი რომ ისა მაგას მაგრა ჩვენ ხო და შენ არ იცოდი ხო? აი ეს არ მებარებ. მაგრა იმას ქნეს რა იდეაში რაც შეეძლო ხო და ძალიან ცოტა რეკლამა აი ეხლა მაგალითად მე ადამიანს რომელიც კი ბოლომდე ეხლა რაღაცა არიქა და ჩამზარი ვარ და ყველა თამაშებს ყურებ მოვიტყუები მაგრამ მეც უნდა ხვდებოდეს ეს რეკლამა და მეც უნდა ხედავდე. კავშირის დამცველად არ გამოვდგები, იმიტომ რომ რამთან ზოგადად დისტანციურ ეხლა უკვე ძალიან დიდი ისაა დისტანცია რამთან ალკოჰოლ მიზეზს და გამო რა. გასაგები მიზეზი. მაგარ დაგებასა და სხვა სპორტში გადახვედი ხო? ხო და ზვირი ჯდება რეკლამა რა. ძალიან. გაიგე. და ეგ ცოტა როგორ არის იცი? ჩემი აზრით რა. აი ფეხბურთი როცა არის სიტყვაზე ვიზახი რა, ნაკრების თამაშია, რაღაცის თამაშია. რეკლამა ხდება ბევრი არ ჭირდება. ხალხი ეუბნება ერთმანეთს. ეგრე ფეხბურთს ელოდები ხო? ხო, ეგრე უნდა იყოს რაგბი, აი რაგბი ადრე რა რეკლამა იყო როდისმე? არ იყო რა. ძალიან ელოდებოდი, ბიჭო, აი ქონდა რა. ხო რა, იმიტომ რომ აი ხალხმა აი სიტყვაზე ვიზახი რა. დიდი ამბავი რო არის და აი ეს ყურება ისა, მე გეუბნები შენ რომ ბიჭო, ზეგ თამაშია, ხომ მომდივართ, აი რაღაც ეგ ამბავია და რეკლამით ყველას ვერ მოიცავდა. ოღონდ ამ ამბავში ყველაზე დიდი დანაშაული სოფლიო რაგბის არის. ანუ საქართველოში კი არ აქვს საკრიზისი. სოფლიოში აქვს ბევრად უფრო ზოგადად რა აქვს სოფლიოში, ბევრად უფრო დიდი კრიზისი აქვს, ვიდრე ეს საქართველოშია რა. მე რა მაინტერესებს. გულშემატკივრის პონჩი ამბავში ვიძახი რა. ქართველი გულშემატკივარი კიდევ უფრო ემოციური და ისეთი იმპულსური ხალხი ვარ და უფრო მეტად გვინდა რომ რაღაცა ისეთი ხდებოდეს მოედანზე რა, რომ რა სამჩხუბი რო არის ხოლმე შემაგდო მეთქი ხო მაგარ გამლახავდნენ მაგარი უღალიბა ხო მე რა მაინტერესებს იცი შენი აზრი რაზე მაინტერესებს შენ ხა დოპინგზე და რაღაცეებზე ხოთელი არა ძალიან აი გავსვითექთი არა ვის მაგაზე არ გეკითხები არა თუ კიდევ მკითხე კაცო მე სხვა როზე გეკითხები რა ქვია მაგ ორგანიზაციას წადად ვადა არა როლ დრაგბი არის მან თა ერთნაირი დაგვები არის არა შენ რაზე საბაზრი ხდა მაგებზე არ გებაზრებით საერთოდ დაიგიდე კაცო ის მაინტერესებს რომ შენი აზრით, ვაფშე დოპინგი რო დაშვებული იყოს, უფრო თესლი არ იქნებოდა სპორტში. გიჟები ვიდრო არიან, ყველა რო დოპინგის ქვეშ იყო, ვაფშე და იცი რა არის? იცი რა არის? შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს როგორც მინიმუმ რა. თუ მაშინ თუ ყველას კაი დოპინგი უნდა თუ ყველას თუ არავის არავის რა. ხო და ვაფშე ხსნილი იყოს რა, ეხლა არ მივიღებ მაგრამ შენ რაც კიდე ის აი ჯანმრთელობისთვის იმდენად საშინელება არის რომ ხო სანამ სპორტი იქნებოდა კაი იქნებოდა თამაში კაი თვითონ სანახაობის ამბავში მაგარი იქნებოდა მაგრამ თუ ხალხი და დოპინგის ქვეშ ხო ბიჭო მე არ ვიცი ხო ეგრე თემა არ ვიცი მე რო არ ვიცი მაგითო გავიგებ არა შენ ვიცი რა ის სულელეში მოყევი აა შენ ახლა ძალიან ისეთ სახელის გაქვს რა სახელი მაგითო ტყუილ არ გეკნება სინჯების ჩამორიგებისთვის მოყევი მე ჰა სინჯების ჩამორიგებისთვის რა ეგ ისტორია კი ჩემი აზრით ანუ ვიღაცის რა არის დოპინგი და ვიღაცის რა ზოგადად ეგრე წარმოვიდგენია რომ ვიღაცა მე ჩემს კოკაინი ჩემთვის რა არის კი ყველამ კარგად იცის ნახე ჩემს რა არის იცი ლუდისა ბავარია და ალკოსფეროს სასმელები ნაკრებში ყვაბი შენ ვისთანაც გითამაშია ყველაზე შარიანი ვინ იყო ყველაზე შარიანი აი რო ფიქრობდი რომ ეხა აუ ეხა ის უეჭველი იჩხუბე ყველაზე ფეთქებადი აი მაგ ოღონდ აი ვიტო არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი ტიპი რა ვიტო ხო ვიტოს ჩხუბი ძალიან ბევრია აი ძალიან რა ძალიან ბევრი მახსოვს აი კარიერის დასაწყისში განსაკუთრებით მასანამ შეიჭრი და ხო იმო დაკაჩა იმარო ოდრაულად დაკაჩა და ეგრე ჭინკუმ დაკაჩა ვიტო ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი ტიპი იყო სანამ ძალიან დაჟადი გახდა მე დაჟადი რო გახდა მოუწია რომ ყველა ვარიანტი ვეღარ გინდა არ გინდა უნდა მე თვა შეიჭრა მე შეიჭრა რომ აღარ დაეკაჩა თორე ყველა თვაზე კაჩა თა ვიცი თავშიო წამოგარტყავენ თვაზე მოკაჩა ეს ნევრულ სისტემას სხვანაირად ურტყავს რა აი ყველაფერი იმაში ვიტოც 8-ზე ვიტო 7-8 გორგოძე და ხო გორგოძე მამუკაიდი ხოლმე 8-ზე და ვიტოც 8-ზე მახსოვს ხოლმე აი ყოფილა 8-ზე თამაშია ძირთადად 7 იყო უფრო ხო სოფლიო ჩემპიონატი ყველაზე ისეთი ისაც იყო გოკითხილაიშვილი იყო 6
მამუკა იყო 8 2005 და ვიტო იყო 7. არა ვიტოს ჩხუბები მამუკა არის მაინც ლეგენდა ალბათ იმის. არა მამუკაზე ის არის შეჩო ვიდეოები არის დაძაბვები, კლიანი აწყობილი აი UFC-ს აუგან მამუკა ჩხუბები ყველაზე ბევრი არის ხო? ხო ანუ ყველაფერზე ჩხუბობდა ეგრე მგონია მაგრამ თან რორამე და ყულა არასდროს არა ხო აი მაგას რორამე და გააправებდი არა კი კაცო კი გააჩნია საჭეხი მამუკა ახლა იმდენად ისეთი ფიგურა იყო რომ ხო იცი რაც უფრო მაგარი ხარ უფრო მეტი გერჩის რა აი ყველას მამუკაზე იყო დაგეშილი ისა და ყულა არასდროს არ უჩხუბია რაღაცა პერიოდი ცოტა პატარები რო ვიყავით ჩვენ რა რაღაც ბიჭები ყველა ჩემი ძმაკაცები საერთოდ ყველა რა გვზადიოდა ჩემ გარდა ხო და რაღაც პერიოდი იყო ხოლმე ის რა ქვია ხიპიში იმაზე ჩაბალი უფრო მაგარი იყო თუ გორგოძე რა აი გორგოძეს ვამოდის გორგოძესკენ ვიყავით ხოლმე რაღაც ნაწილი ამბობდა რომ არა ჩაბალი ძალიან კარგი იყო ჩაბალიც ტიპაჟი იყო ძალიან ღირსეული ისეთი მე მაგას ვაწვებოდი რომ ანუ ტიპაჟით ანუ ესე რა ნავიდუ და რაღაცა და ჩერეზის საფრანგეთის ნაკრებში იყო ბევრად უფრო აი ეგ მომგებიანი ის ქონდა რა. კი, გავისთავად ახლა არა თანამაპირობებში იყო, მაგრამ აი რა უფრო თანამაპირობებში რო შევადარო, საკლუბო კარიერა უნდა ავიღო. ხო. ჩემი არის მამუკას გრუპი. ხო და აი მეც ეგ ხო, შენთვის შაბას ეგ სიტყვაზე ვიზახი ეროვნულ ნაკრებში რო არ ეთამაშა, არც მამუკას არ ეთამაშა ეროვნულ ნაკრებში სიტყვაზე ვიზახი. საკლუბოები რო ყოფილიყო მარტო მამუკა ბევრად მეტ ხალხს ეწოდებოდა და ბევრად მეტ გულშემატკივარი ეყოლებოდა მამუკას ვიდრე ჩემი აზრით ვიდრე შაბას. მამუკას რო წვერი მოეშვა. ჩემი აზრით. გაეყინა ბალისავი. შაბალის სურათი ძალიან გადაწვერი და წვერის გარეშე აი ეგ ჩაბალი. კარიერა დასწო წვერის გარეშე. რა იმენა არაფერი ვაფშე. მაგარი არა გაყიდოდი პროდუქტი იყო. და მე იმით რო გაიჩიტო ვაფშე. მამუკა წვერის გარეშე რა მაგარი გაყიდოდი. ანათე ორივე სურათი ჩაბალის წვერი და წვერის გარეშე. ალკოს პერიოდში თუ მიხვალთ ახლა საფეხბურთო პერიოდში განსაკუთრებით ძალიან დიდ პროდუქციაზე დაგხვდებათ 60%-მდე ფასტაკლება, მთელი 60 ვეღარ მომხდე ჩემ შენგო. 60%-მდე აი მაგის 60%-მდე ფასტაკლება დაგხვდებათ და კიდე 100 ლარზე მე ჩენაძენზე იქვე დოლურა იქნება, ამოიღებ და 10-დან 30%-მდე ფასდაკლება შეიძლება მომენტალურად გამოგივიდეთ, ასე რომ შეგიძლიათ ალკოსპეროსთან ერთად საფეხბურთო თემები მარტივად ჩაატაროთ. მე ძალიან მიყვარს ხოლმე ფეხბურთთან ერთად ალკოსპეროში აშკარად მიმავს. ხო, არა, გაიხარე ჩემო. აგვე გუნდიშას დაბადების დღეს ულოცავთ. ჭირე. დაბადების დღე რა? თუ იქნება ეს როგავა? ეს მქონია. მართლა? აი რა. აღე მუშაობს კაცი, აი დაბადების დღეს. აი წვეთი არ დაულევია, ოთი მუშაობს. 1 საათი. ო ბიჭო, მეც მაგას ვამბობ, რა აი კაი კაცი რო გონიათ ბიჭო და რაღაცა. გეტყვათ მაინც რაღაცა, ხო, გეტყვათ. მე რა ბიჭო, კაპიტანიო და რაღაცებს რო იძახებ, ჯერ მალოდინა. მე დაბადების დღეზე მალოდინეს. აუ ისე, მაგასაც მაგრად რა მევასება, იცი? შენი ის რო იყო, შენი თემა რო იყო, მაგ დროს პირველი თამაში იყო, ან შეიძლება ვწდებიან რაღაც, მაგრამ მთელი სასტავი რო გამოვიდა აი მაგაზე. არ ვიცი შენ რა მოგივიდა, მაგრამ მე ცოტა მქონდა მაგ დროს მეთქი აი კაია მეთქი. ესეთი მოგონებაა ჩემთვის. მაგ დროს რო ეგეთი აი ძალიან ასწორებს რა. და აი კაპიტანს რო გეძახიან და რაღაც ძალიან მისწორდება, იმიტომ რომ მართლა ძალიან ღირსეული და ის ძალიან ასწორებს რა ეგეთი ის რომ მაგ სპორტში მაგ ხელა დამსახურება გაქვს და მე იმაზეც რაც ხდებოდა. ძალიან გადავედი უცებ თემაზე, მე უცებ ვიზავრა. დაბადების დღე. დაბადების დღე მე რავი კაი კაცი მაგიდან გადავედი უცებ. პლეუსები ძალიან მოუყვები. ეგ ხო ძალიან დამევასა, ძალიან ემოციური იყო და წარმომიდგენია შენ რა გჭირდა რკინაზე აუ ხო შენ ჩხუბზე აი როგორც ახლა იასნია რომ მაგის გამო ყველა მოსული ხო ანუ ჩვენც მაგის გამო ვიყავით მან რა აი ძალიან მაგის გამო დაგვატიჟეს თან მაგრამ მე რა მიჩხუბობსო ეგ აი და მე დარბაზში რა ხდებოდა ნუ შენ თვითონ ეს რომ გასაოცარი ჩხუბი ნამდვილად არ იყო გამოცდილება უნდა რა ვაფშე სხვა დიხანია ხო უნდა მაგას და ვაფშე სხვა დიხანია გაქვს შენ ალბათ გამოცდილება უნდა უფრო გამოცდილება შეიძლება ან ბევრად მეტი ენერგია არ დახარჯო და რა ტყუილა რა არ მარზე ხო დაგიჭირა აი გრუ გახაჩი კარჩი მაგაზე დავარჩები ვიყავი კიდე კაი ხდებოდა ძმაო მაგ დროს აი მანდ არის ყველაფერი დარბაზში რომ მორჩა რომ გამოვედით მერეც და რაღაც აი ხალხს როგორ უხარო და აი მენა ძალიან ასწორებს აი ხო ჩემთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავს ძალიან ზედმეტად ბევრი გაკეთებული მაგ ყველაფერმა ესე ვთქვათ
დამიბრუნა ის რა სიხალისე და დამაბრუნა ისეთი როგორიც ვარ რეალურად. მაგალითად ხო ის 1 საათი არა უშავს. ამას გაუგრეს მაგას რომ ცოდნა რომ დაბალ ბიჭო საჩუქარს მარჩენდი და მაგას კორს ვაკეთებდი და აი, გადავიდეთ ხო თამაშს? მიდი, დავაი დაუშვი. მოკლედ, გვექნება ტოპ-10. დიახ. ტოპ-10 ყველაზე შემოსავლიანი სპორტი. მე რა საუბრობთ წესებს თქვენ კი იცით. მოკლედ, თითო ვარიანტს იტყვით. ტოპებს, მაგალითად, შენ რაღაც სპორტს იტყვი, ის რაღაც სპორტს იტყვი. შემოსავლიანი როგორც ვინც თამაშობს იმისთვის თუ როგორც ბიზნესმენებისთვის. ვინც თამაშობს. ოღონდ შეიძლება ვიღაცა რომელიღაცა სპორტში მაგალითად ძალიან დიდ თანხას იღებს. მაგრამ ვიღაცა ძალიან ცოტას და საშუალო არის გამოყვანილი რა. პროფესიონალურზე ლაპარაკი. რა თქმა უნდა. კი და არასწორ პასუხზე დალებთ ალკოსფეროსგან გადმოცემულ სასმელს. ნერაბით უსვავს თავად უკეთესი, თუ არა და ბიჭები დადებენ არა. კი ბატონო. საჭესთან ხარ? არ შეშიგები და ერთი ზარი რო ჩაარტყა ზარებში. დალია რა მნიშვნელობა. დაი, სტუმარი იწყებს. მე თუ ვიწყებ, მე ვიძახი ამერიკულ ფეხბურთს. ამერიკული ფეხბურთი არის მესამე ადგილას. მესამე? მე ამერიკიდან შორს არ წავალ და ვიტყვი ბეისბოლს. ბეისბოლი მე-6 ადგილას. რა თქმა უნდა. მოდი მე ვიტყვი სოკერს. ფეხბურთს. ფეხბურთი მე-2 ადგილას. მე ვამბობ გოლფს. გოლფი არის მე-7 ადგილას. მეგონი ასეთი მარტივი. მეგონი დავლებდი. რი პირველზე მე პირველზე რა არის? ფორმულა 1 არის. მეც ვიცი. ფორმულა 1 პირველზე. ფორმულა 1 არის მე-4 ადგილას. მე-4-ზე პირველზე არ არის? პირველზე ვერ იქნება შანსი. პირველს გოლფი არის ხო? თუ რა თქმა უნდა. არა, პირველი არ ყოფილა საერთოდ. NBA. NBA კალათბურთი. პირველ ადგილას არის კალათბურთი. ორი, მაგრამ რამ შევავსეთ უკვე? არა, ბოქსი რა. აუ ბოქსი. კრივი არის მე-5 ადგილას. არა, იქიდან რაღაცა კრივებში ძალიან იზევი ხარები ვინებიც არიან, მაგრამ ძალიან ბევრს უხდიან რა. ვინც არასწორები არიან ძალიან ცოტა. ვალდერზენი ძალიან ბევრს უხდიან, რომ საშუალოდ გამოყვანილი მე-5 ადგილას. ფეხბურთი არ გითქვამს და ჩოგბურთი იქნება უეჭო. ჩოგბურთი არ გითქვამს? ჩოგბურთი. ჩოგბურთი არის მერვეზე. ხო, ჩოგბურთი იქნება. UFC არ იქნება ეხლა MMA არის UFC კონკრეტულად თუ ორგანიზაციას ავიღებთ კი, მაგრამ MMA არ იქნება. არა, MMA ისე მაგრა უჭერს. მე მგონია რომ მოდი მაშინ მე კორლინგი. არა შე რატოსო? რა გაგვიძე? შე არა ვიტყვი და გავუმაზავ არა დალეული გამოუეჭველი. არაფერი არ აფიქდება და რაღაც ყოველთვის სერიასთან გაამზადა. ოკი ხსავდა. არა რაგბი. არა ბიჭო რა. რაგბი არ არის და არ იქნება უეჭველი რა რაგბი. ძალიან სამწუხარო. ტოპ 10 გაჭირებული სპორტი როგორია? მოდი ყველა მორაგბი. რამდენი დარჩა თუ? გენაცვალეთ. ჰოკეი. ჰოკეი არის მე-10 ადგილას. მართლა? კრიკეტი. კრიკეტი? კრიკეტი არა. შენძმობას უეჭველი ფარიკაობა. მან მილიონები აქვს ხოლმე ხელფასები ნამდვილად. ვაიმე რა გოლი კიდე გავიდა და არ გავიდა ბრაზილიის შესრულები. ჯირითი. არა. ცხენები არ არის, აბა ვიზღა. მოკლედ. და ეს არა. ჯირითი არა რედო. ეს უზა. ხმის გარეშე რო გაუშვა. ყველასგანზეა შემოსავლი. უროდა. არა რედო. ექსპორტი ძალი მეგონება ეს გვარ. ჩამიწერე პირველად. აჩ ერთი ისეთი სპორტი არის, რომ ხშირად ქართველები მაგალითად არ უყურებენ და მეორე სპორტი არის, რომელსაც უყურებენ ეს ხშირად რა. მე მინიშნებას ვერ მოგწევ. რაღაცა ის მომივიდა აზრი. სამეჯერი. რაღაცა ხო ეგეთია. შევსეღანაც მოგივიდა. ხშირად რას უყურებთ საქართველოში? UFC არ არის, MMA არა, MMA არ ვიცი რა, ვერ თქვა. აი UFC იყოს, მაგრამ MMA იყოს. ხო, შენჯერია? კი. MMA არის მე-9 ადგილას. მართლა. მართლა არის ბიჭო, არა მე გონია რომ არა. არასწორი სტატისტიკა გაქვს. აი ამას მოხოვეთ პასუხი, მე არაფერ შუაში არ ვარ. აუ ლალი, იმენა გეიხა. აი იმას არ მოეწონა. ვიღაცამ ცოტა აიღო რკენა. არა ბიჭო, ცოტა გაურზი. საქართველოს მომბარდება მაქედონია. კენას არა, მაგრამ
გამოიჩის. კაი, ერთი დარჩა. ის არ არის. სტატისტიკაში არ ხდება ის. ეგრე გითხრას ამ პული არის შოვება. ერთი დარჩა. კაი, ეგ არის მე შემიშალა. კაი, ეგ. გაგვათრეს. ყუილა. გაბუ გვათამაშებს ბოლო რამდენი წრეა ყუილა. შემდეგზე ხო, აი ხა უნდა დაალიო ჩემი აზრით. მოდი. ოღონდ სამი ჩიქავდალიოს, იმიტომ რომ სამი ეს შენი სუფთა, ხო? მოდი დამისხდა. სამი იმას ვქენით, რა ქვია, სამი სამწრეზე გავგუშვა. გავს. გოლია, ჩათვალე? რავი აღნიშნავენ. არა, უარზე ერთი. სწორ და კასიმირო. გესეული ტიპია. მაშინ. გოლს გაუმართეს. აი არა. ისე გოლფის უნდა წავდო ყველა სპორტს მოვედე. კოს. შემოიარე ყველაფერი. პირველზე რა იყო? NBA, NBA, კალაბურთი? მე გოლფი ვეგორა პირველზე იქნება და თქო და შევწდი. მე ფორმულა მეგონა რომ იქნებოდა. ფორმულა იხარჯება ფორმულაში, მაგრამ არა, გოლები გააძლევენ? ორი ის არის როლელი, ვინც ყველაზე მაყურს იღებს რა. ვერსტაფენი და 80 მილიონებს იღებენ ჰამილტონი და ვერსტაფენი. სხვა შორის მახარამ გინებაზე წეგან, მახარამ მაგათ ამიყავი მახარასთან კალასთან და მახარამ აგინა World Rugby-ს მაგრა. ვის? World Rugby-ს. შენ თუ გესი ამოვიდა ჩვენს არ ვაკლებთ გინებას, ანუ თუ დაგჭირდა? არა, საგინებელი ვინც არის, უნდა აგინო, ხა განსაკუთრებით ეგრე მე ეგეთი რაღაც მომხრე ვაფშე, აი არ მახსოვს, არ მახსენდება საერთოდ, რომ სადმე რამე გამოსწორებოდეს, რომ სპორტსმენს რამე აუკრძალეს რა. აი სიგიჟია პროსტა, აი იდიოტიზმის, აი არ ვიცი, ყველაზე უმაღლესი დონეა, რომ სპორტსმენს თამაში აუკრძალო, აი რა პიტალო ხარ ჩვეულები. და რის გამო? არ ბიჭ სულ ერთი, აი მკიდია, მაგრად მკიდია, რაც არ უნდა, აი იმის რა ქვია World Rugby-ს პრეზიდენტი ვინც არის, დედამისი რომ გაიგდო წიხლის ქვეშ, აი არ მაინტერესებს რა, სიგიჟია, ბიჭო, კაცი თუ კარგად თამაშობს, დაანები ათამაში რა, პოხუი რა, აი რა სიგიჟია, სპორტს ხო აკლებ მაგით ძალიან ბევრს რა. დაანები, ვადეს. ლომუს რო ამოეგდო ეხა, წარმოიდგინე აი. ლომუს კი არ ამოუგდებს. 25 წლის ლომუს რო დოპინგი აღმოუჩინეს რა და კი არა, მაგას კი არ შეამოწმებდნენ. ლიშენია რომ მიესად ლომუსთვის. აი, ხო სიგიჟე იქნებოდა, აი რამხელა რაღაცას აკლებდა. ეგეთებს არ ამოწმებენ რა. ხო და ეგ ეს ეხა მაგ შერჩევით სამართალს შერჩევი ეხა იგივე რაღაცა ეხა რაც მე მაგ ბრალდება და რაც დავაშავე იგივე რამე რომ ვიღაცა სხვა სიქნა სიტყვაზე ვიძახი, ვინმე, არ ვიცი, ინგლისელს, ფრანკს, იმ ვილკინსონს სიტყვაზე რა, ეგ მაგ სიტუაციაში კი არ მოხდებოდა ეხა ეგ, მაგრამ ამ მიცემდნენ ბევრად ნაკლები საჭირო. ვილკინსონს დედა ბიჭო, შენ ბევრად кайია რა. მიცემდა ბევრად მე ნაკლები. რომ მევასები რა, გაიგო, შენ გაგიჟდი? ჰა? არ გაიგო. ეს გადაუღუნოს და ჯარიმები ბიჭო. გააჩმეინე, კაი რა. არა, ნუ ბიჭო, მე ხვალრო ვილკინსონმა მოიწეროს. თქვენ ბიჭო, კაიგაცია გისოდის. შერჩევითი სამართალი ბიჭო, ლიშენია მეც მაგითო დამიწერეს. ო, ლურჯი ბაიკები არ ევასე. იმაში რა ჩასაბერ ტრუბკაში ჩაასხა არაკი პოლიციელმა, მაგრამ მოგაწვდი და გადაობა ძა. იდექში რომ მოვიდნენ, ანუ გამომეკიდნენ მოტოციკლეთით ვიყავი. რაღაც დებილობები ვაკეთე გზაში და მაგითო გამომეკიდნენ და სახლთან რომ მივედი, ჭიშკარში რომ შევედი და სახლიდან გამომიყვანეს რა, რომ მოდი აქ რა შვებია ხმაურის გამო მიწერდნენ თავიდან ჯარიმას. მე ჩამაბერინეს. და ხო ჩაუბერე. ორივე დაგიწერეს. ბოლოს ორივე, სამივე. ორჯერ დამიწერეს ხმაური, რა მოელანდა და არ ვიცი ოღონდ. ხო და რო ჩაუბერე, რაღაცა ხო ამომიგდო რა. და მე აი ბევრი ჩხუბის და დავიდა რაბის მერე და რაღაცეები მთელი უბანი რო გამოვიდა და აგინეს აფურთხესა. ყველას რო ამ დაანებით ამბისტავიო. ნუ კაი დამიწერეს ეს ლიშენია, დამიწერეს და მე ვთხოვე რომ მეთქი ეხა ჩამბერინეთ, მეთქი კიდე მეორედ. პროსტა რამდენს ამომიგდეს, მაინტერესებდი რომ სამხარაულში ავიდე მეთქი. და ჩაუბერე და უფრო მეტი ამომიგდოს, ვიდრე პირველად. ნერვიულობაზე იცის ხოლმე. როგორ მოვიმატე, აშკარად არაფერი დამილევია. გაასაჩივრა და ხო გახდა. მაგითო არ დაიბა. რამეს აპირებ არ ქნა. ზედმეტად არ უნდა იმას. არა, აღარ ვართულებ. დაანებე და პირველზე რას ამოვიდა დაანებე რა გიორგი რა. შეშვი რა. ის კონდა რა ქვია. კითხვა კონდა გაგრას საუბრობდით იმაზე, კვარაზე და საუბარი და ხო, რამდენად იმოქმედა თქო, პრინციპში კი ვიკითხე მსგავსი რაღაცა, მაგრამ უფრო რომ ჩაუღრმავდეთ კვარას და ზოგადად კვარას ფენომენმა რამდენად უარყოფითად იმოქმედა რაგბის წარმატებაზე და პოპულარობაზე რა. ანუ ჩვენ რო ვიყავით პატარები, პრინციპში თორები ვართ. მაგ პერიოდში ყავდა კონკრეტული ისინი რა, სტარები რაგბში, ვინც
ვიცოდით რომ აი ამათ უნდა გაუტოლდეთ, მაგიტომ მოგვიდა რაგბი თამაში და მაგიტომ მოვიხოდეთ. ეხლა დღევანდელ რეალობაში რაგბის კუთხით ნაკლებად ჩანს ვინმე და ფეხბურთის კუთხით კვარა არის, ნუ რავი, ტოპზე ტოპი, რომელსაც ალბათ ყველა უცნებობს რომ მაგდონეზე მიაღწიოს. მე არის. თუგინ არ პასუხა. კვარა არის. ეს არის რეგულარული შეკითხვა. პროვოკაციული შეკითხვა რაღაცა. კვარა არის ადამიანი, რომელსაც ჩვენ საზოგადოებამ აი უზარმაზარი ტვირთი ჩამოვკიდეთ და უძალიან ღირსეულესად ატარებს მაგ ტვირთს რა. იმიტომ რომ მე ეხლა სამ რაღაცას ვიტყოდი, რაღაც სხვა რაღაცას მომიდოდა და ეგ მომაფიქრდა პირველი რომ მეთქვა რა, მაგრამ თქვა არის მინდოდა პირველი, იცი თავში რომ იდეაში ფეხბურთს ბავშვობაში უფრო უყურებდი, მე რაღაც მომენტში ცოტა მიიძინა ამ ჩემო ფეხბურთის ყურები. ნაკრების თამაშებს უყურებდი და გულს ემატკირავდი, მაგრამ აი საკლუბო დონეზე და იმაზე მიიძინა ამ ამბავმა ჩემში რა. რაც კვარა გამოჩნდა ნაკრებში რაც დავიდა მივისმე კვარას თამაშებსაც უყურებ და სხვა თამაშებსაც უყურებ რა. და აბსოლუტურად ლოგიკური არის. ეხლა მეც რო ბავშვი ყოფილიყავი, შეიძლება მეც ფეხბურთზე შევსულიყავი, დარჩენილიყავი და ავდიოდი ბავშვი. მეკარე ვიყავი საჭირო. ბოჭოს ვაკეთებდი საჭარებაში. სამი მეკარები ვარ. ხო და ნუ ეგენა ჩვეულებრივი ამბავი არის და მაგარი საქმე გააკეთა საქართველოსთვის ყვარამ რა. შეიძლება ეხლა სიტყვაზე ვიზახე რაღაცა სხვა სპორტებს ბავშვები მოაკლდა, მაგრამ ეგ დიდ მასშტაბში რო შეხვედა ქვეყნისთვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს. სავარია და საქართველოსთვის თავარია რაც შეიძლება ბევრი ბავშვი და ადამიანი და მოზარდი თუ ისა სპორტზე მივიდა რა. ხან სიტყვაზე ვიღაცა რაგბზე მივა, ვიღაცა ფეხბურთზე მივა, მაგას ეხლა მე ვფიქრობ რომ ეს ყველა საქართველოს სპორტები საბოლოო ჯამში ვართ ყველა ერთ ქვაბში. და არა აქ რა მაგ დაყოფას იმას რა თავარია ქართული საქმე გაკეთება და რაგბით გაკეთება ქართული საქმე თუ ფეხბურთით თუ ჭიდაობით თუ ფარიკაობით თუ ჯირითით ყველა ეჭი კაია რა ვიდეო გამოვა ჯირითზე ასე რომ მაგარი საქმე გააკეთა. თავარია ქართული საქმე გეკეთებოდა და შეიძლება რაღაცა ხდება. ისი ვიღაცები სულაზე ვიზა ფეხბურთზე მივლენ ახლა ბავშვები, მე ჩემსავით მიხვდებიან რომ მაინდა-მაინც ფეხბურთზე კარგად არ გამოდი და უფრო ბოჭებისკენ გადავლენ. თავარია სპორტში იქნება და ერთი საქმე გეკეთება და მოკლედ ყვარამ რაც ბევრი გვეყოლება ყვარასნაირი სხვა სპორტებში მით რომ მაგარი არის ყველასთვის. ნამდვილად ფინანსების თემა როგორ არის ახლა რონამე შეუმცირეს რა აქვს თუ ვიცი? მე ვიცი რომ ერთი პერიოდი ძალიან კარგად იყო რა შედარებით არაფერი არა ბაკონში არა ესე რამე შემცირება და ის არა რა ყველაფერი ისე მინდა მე მაგალითად ახლა ვთვლი რომ ანუ ის მე რაც ვიცი რავი ახლა ეგრე ძალიან შეხედული ნახდათ არ ვარ მაგრამ შემცირება ყოველ შემთხვევაში არ გამიგია რა ისე მევასება ნინიაშვილი ნინი არის რაგბის კვარა რა ხო და აი მაგას ამბა ისე მაგა ბიჭო არ ვიცი რა ეგეთი არ მახსენდება პროსტა ნუ მე მერაბი არ გვინდა ნინიაშვილი დაურა როცა მოა ვეტყვი ხო მერაბი მე გაუკეთო მე MMA და რა მე მოგოს დასურებში მე ის მოხს პატრა ბლიცი მოხს შენთან თემაში აი და ჩხუბზე სანამ შეეხეთ აპირებ კიდე რამეს მე ვიცი რომ ინტერვიუში რაღაცებს შეასუნახე არ ვიცი ჯე რა ხო აი მაგას არ ვიდებ ვარჯიშობ მაგაში უბერო MMA-ზე ვარჯიშობ მაგრამ წეხს არ ვიდებ რა ზა ბერ ვიღაცა ის რა თქვა რომ მინდა აი ხო არა მინდა დომებით ესე მინდა მაგრამ თავში ესე მაქვს რა რაღაცა სივრცეებში მინდა რაღაც სივრცეები მეუბნება რომ აი გინდა ღირს აი რაღაც ეგ ისინი მაქვს რა მაგრამ ვარჯიშობ წეხს არ ვიდებ რაღაც პერიოდი გავა თუ ჩავთვლი ჩემ თავს შეიძლება მის ფორმაში და თუ ჩავთვლი ჩემ თავს ღირსად რომ MMA-ს რა გვიყურე კენას ოქტაგონზე ფეხი შევადგა მაშინ კიდე თუ ეხა სიტყვაზე ვიცი რატო პირველ ჯერზე მე როცა ვიჩხუბე მორაგბის სტატუსით ეხა უკვე რო ვიჩხუბებ ხალხი უკვე მორაგბის სტატუსის უყურებს ხო ეხა უკვე ისეა რა ეხა ამდენი ხანი მომემზადე ისის სხვა რამეს მოითხოვს ხალხი და სტორის იქნება და ამიტომ მინდა თან კენას ოქტაგონი უკვე ძალიან პროები არიან ბიჭები რა ვინ ჩხუბობენ მაგრები არიან აი ეგ ბიჭები როა ჩხუბო შეიძლება UFC-ში და იმაში აი ვერა და არავის იმას არ იმასუზავენ და თოს არ დაუდებენ და მე ხა უცებ ისე გამოვიდე და რაღაცა იგივენაირი ჩხუბი ვიჩხუბო და რაღაცები ვერ გავთვალო და ენერგიაზე მეტად დავხარჯო ეგ პონტი არ მინდა თუ ჩავთვლი ჩემ თავში რომ ნაღდად მზად ვარ და ყველაფერი კარგად არის ისე რომ ვიმსახურებ მაგ ოქტაგონზე ფეხი შედგმას და თავისთავად კენას თუ ჩავთვლის მაშინ შეიძლება ანუ მაქსიმალურად ღირსეულად გინდა გამოხდე ის სადაც ვიჩხუბებ მინდა რომ მაგრა ვიჩხუბო აი მაგრად გამისწორდება აი ძალიან მართლა აუ ძალიან აი ეს გამისწორდება მაგრამ ძალიან აი უბრალოდ თავიდან აი გულწრფელად როგორ და თავიდან რო გავიგე რომ
შარიკა ჩხუბს აი რაღაცა ის იყო რა მეთქი აი მაგ სპორტში თუ გადავიდა მეთქი აი როგორც აი აკრა თესლი იყო იმაში რა ქვია რაგბში და მე აქ თუ წავიდა და ანგლიზოებში აი აქაც რომ მეთქი აი როგორ აი მაგარი პონტი იქნება მაგრამ ერთადერთი რაც არის ასაკი ის არის რა ხვდები 23 წელს ახალგაზრდები ვართ ეხლა ეგრე არ თქვა შეცფივა რამე არ თქვა ბიჭო რა არის მე ფუა მაქვს სასწაული მე ფუა მაქვს გიორგი და ვეღალი მეც მაგ განახო ასე ისე ცუდად გილას მე რა შენთან გვაქვს ბლიცი ყველა დროის საუკეთესო ქართული სპორტსმენი ანუ მე ჩამოგიხვდი დისციპლინას და შენ მითხარი ერთი გამორჩეული მოღონ შენთვის შემდეგი არ ვიცი ვინ არის რომელი სპორტი მოდის შემდეგი ხო ამიდი დაიწყე და მივხვდები ხო ნუ პირველი მაინტერესებს ფეხბურთში ვინ არის შენთვის გოუთი ფორასხელი შემდეგი იქნება ჭადრაკი ნუ გაფრინდაშვილი კალათბურთი ზაზა ჩოგბურთი ვასილაშვილი ეგეც ლოგიკურია ჩემთვის ჯუდო შეხვედრს რტული სპერო ვაფიქრე და გადადიდა დავრუნდე კაი თავისუფალი ჭიდაობა გადავიდე გენო პეტრეშვილი თავისუფალი დაუვარი კი ბატონო MMA თოფურია არ შემიძლია არ დაგეთანხმო და რაგბი მამუკა ჯუდო დამრჩა ხო ჯუდო დაგჭა რავი ყველა ბევრი მახსენდება ახლა მოდი არ გამოგვარჩევ ჯუდოში არ არის მოდით მეგობრებო კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენი თვლით ვინ არის საუკეთესო ჯუდოში ბევრი ყავს ან მაგრები თან ჩემი მეგობრების არიან აი ახლა მაგალითად თუ ეს ჩაუშვი და ვიტყვი რა ახლა აი სიტყვაზე ჯუდოს იმას ხო ტიტულებით ლაშაბექაურს ნუ ფაქტია მაგრამ სხვების ეგეთივე მაგრები არიან სულამანიძე ძალიან მაგარია ჩემახვაში ახმაში რა არის რაც უნდა ჩემი ახმა ისე ძალიან მაგარი ისეთი რაღაცები ჩემი ფავორიტი თქვა სულამანიძე გვინიაშვილი ძალიან მაგარი იყო გვინიაშვილი მაგარი შავდათუაშვილი რა ვიცი და უკან ყველა ძალიან მაგარია და ძნელი არის მე ვერიქნები ობიექტური მე მართლა არ უყურებ არ უყურებ ჯუდოს? აი იყურები აი კარგად საჯომი ხარ? აი როცა იყო კონკრეტული გადამწყვეტი მომენტი და რაღაცები მინახავს, მაგრამ აი კარგად რო ჩავუშვი არ უყურებდი, მაგრამ რა არის ისი რა დრაივიანი კი, მესმის, ანუ მინახავს, ხო მაგას გეუბნება. არ უყურებდი, აი ხა ვიღაცა გამოვარჩიო ეგრე რომ აუ რა, აი მე მოვიტყუები, მე ტიტულები ისი ხო? ტიტულები და აი ხა ნუ ბევრი მაგ ნაყურები რა, ბევრი არიან და მაგრები ყავს. ვიღაცებს შეიძლება იმდენი ტიტულები არ აქვს მოგებული, მაგრამ ძალიან მაგრები არიან. ჭრიკიშვილი იცი რა მაგარი იყო, რა ვიცი. მაგრამ ისე აი ათლეტის პონჩი რო შევხედოთ, აი ტოპ ათლეტი რა, აი ჩემთვის მაგალითად, ოღონდ შეიძლება ერთ სულამანიძე მგონია რომ აი იდეალური ათლეტია რა. კი და აი ძალიან მაგარი ძალიან საყვარელი კაცია. ძალიან მაგარ ხოთ, არა, ძალიან. ბიჭო ის რა ქვია. ხო. ეგეთი უბოროტო რო არის თან ეგ მიკვირს ბიჭო. მიჭიერი კაცია. აი ძალიან ზედმეტად ტკბილი ტიპია რა. ვინ იცი ბოროტები გასა? აი ხა როგორც ვინც არის ძლიერი, არ არის ბოროტი. გუნდის 26-ის გახდი? 20-ის. 21-ის. გუნდიშა 13-ის. ქრისტეს ასაკში ვარ მართლა? ესე იგი ზუსტად ტოლები ყოფილვართ. 13 არის. მოკლედ მე გეტყვით ფაქტებს სპორტის შესახებ, სპორტის გარშემო და თქვენ უნდა აციოთ ეს ფაქტი მართალია თუ არა. რა თქმა უნდა ვინც ვერ გამოიცემს ის ალკოსფეროს გადმოცემობას, მაგრამ თქვენ უნდა დამბათროთ დღეს თუ რა გინდა. გუნდის დავალებდეს აღნიშნო. გუნდიში ესე აღნიშნო რომ თქვენ ძალიან კარგი თქვენ ისე აღნიშნო რო არ სოსტიცომ. რატო ხარ დღეს ისე ასე გამოწყობილი? მე დატოვე მანქანა და დავლევ აქედან წასასვლელი. პაიმანი გოქს მე ამის. არა, რატო ხარ ასეთი ჩაცული პაიმანი გავ? ჰა? აუ არ ვიცი ბიჭო და ძალიან საყვარელი. 2 საუკეთესო და გუნდიში. მე დაწოტნეო. გულმა გვიქცა გუნდიში. გრადუსი მოუმატოთ პოდკასტს. ბრუსლის გული კუნთად გადაიქცა და მაგით მოკვდა. დასტური თავის და გუნდიშა დალევა უნდა. დალევა უნდა დაბანების ღიობს ვაპატიოთ ხალხო. ვახ არასწორია და. კი ესმევა. ჩემ ლალისლიმს გამომარჯოს მაშინ ამჭიქით და კილოცავ დაბადების. მეც მიყვარს. მადლობა და შენი კარგი მეც. ამჭიქის გამო. მეც. ილია თოფურიამ ბრძოლა გაყიდა. ეგო. რა თქმა უნდა სიმართლე. ხუმრობას მაგას მაყურებელს ვეთქვი რა. ისაც ეგ პირველი თავში მოაფიქდა რა. იმეშობა ვალი შეეგიდება მე მერიდება და თქვენ აგიდეს. პირველი ეს არის ეს კაცი. მეგონია რომ ეს კითხვა თორე. რთული ის არ იქნება ეგ პროსტა რა არ რაღაცა არსებობს. ის არის. რომ ჩვენ აი არ არსებობს. ეს რა თქმა უნდა. იცი რა მაინტერესებს? ჩხუბს ხო უყურა ხახლა.
მოკვდა კაცი. რანაირად რამე თვალი დაკარგა და არ გაჭირა რა გაყიდა ეგეთი გაყიდა. ეს კითხვები მეგობრებო რა თქმა უნდა ხუმრობა იყო ხო, მაგრამ ცოტა მოხდა. ახლა იქნება ორიგინალი. ეხა ორიგინალებზე გადავალთ ილი სწორად აღნიშნე მართლა სული და გულით მებრძოლი რასაც ქვია, იმიტომ რომ მაგ მდგომარეობაში რა მგონია რომ აღარ ჩხუბობენ იქ გაშვე პროსტა შეცდომა დაუშვა რაღაც მომენტში და ძალიან დიდი ზიანი მიიღო. მაკედან აღარ ჩხუბობენ მე ალბათ რა და გამოვიდა მაინც ცადა რაღაც და მე დარწმუნებული ვარ რომ შემდეგ რაუნდსაც იჩხუბებდა რო რა. კი, კაცო. კოლუმბიელი ანდრეს ესკობარი მსოფლიოზე გატანილი ავტოგოლის გამო თანაქალაქელებმა მოკლეს. იყო სიმართლე, რატომაც არა. გუნდის დალი. რატომ მე ასე თავიდანვე ამის გამო ორი ესკობარი იგი ბიჭო ორი ესკობარი ფილმიც არის შეშემარ გამომბა კარგი. ცნობილი ფაქტი. ფეხბურთზე ნუ მიტრაკებთ. აი, სწორია. აღდათ. ეს ფაქტი მართალია მოკლეს 1958 წლამდე ოლიმპიადაზე მედალს გადასცემდნენ ლიტერატურაში, არქიტექტურაში, მუსიკასა და ხატვაში. 1958. 58. 1 2 3 გუნდიში დალი. აი თოლოგია. ბიჭო, ოლიმპიკოსები არიან ზოგადად ეგეთ. აუ იმის ნაჩათლახარს გავდაიხა რა პროსტა. ო ეგრე მაგანი ისის თქვა რა. ყველა არქიტექტორს მხატვარს და იქ გენეცვალეთ რა. ყველას გაგიმარჯვეთ გენეცვალეთ. სუმო 1800 წლის წინ იაპონიის იმპერატორმა შექმნა, რადგან ჭარბწონიანი ხალხი თითქმის გამოუსადგარი იყო იმ პერიოდში. ამის გამო მათი რაიმეთი დაკავება გახდა საჭირო და დააკავეს სპორტით, რომლის წყალობითაც საკუთარი თავის ჩენას მაინც შეძლებდნენ. გამარჯვების დროს კი სუმოისტებს გადასცემდნენ საკვე პროდუქტს და ეს ტრადიციად ბოლომდე შემორჩა. 1 2 3 მერაბმა და გუნდიშემ წააგეს. იმიტომ რომ ეს ფაქტი არ არის. როგორი ისეთი გულკეთილი იმპერატორი ყავდათ იაპონიას, რომ აი მე აბსოლუტურად გაგიმარჯვა. ვყოთ ეხლა. მოდელოდი და სპორტი ხوار მოვიფიქროთ. მეფე ჯეიმს მეორემ გოლფი აკრძალა, რადგან ცოტნე მან მადროვე ორი წამი ზოგიერთ მასადე ჯეიმს მეფეს დედა. არ ეგეთი არ ყოფილა არავინ. როსტომ მეტრამეტი ჯეიმს მეორე დაცმობილზე. ეგეთი არავინ არ ყოფილა. და გამოდგნენ გზას. ბონდ ჯეიმს ბონდ მეფე ჯეიმს მეფე ჯეიმს მეორემ გოლფი აკრძალა, რადგან მშვილდოსნობაში ვარჯიშის მაგივრად გოლფს თამაშობდა და უსაქმურობდო. ეს მართალია თუ არა? ეს მართალია. მართალია მიშა. ძალიან გადაკარი. სომალის საფეხბურთო ჩემპიონატის წლის MVP საჩუქრად იღებს ქვეყნის მეფის შეიხ ჰასან მუჰამედის მეორად ბიშტს, ანუ მოსასხამს. მეორად მოსასხამს იღებს გამარჯვება. კოცნა უნდა დაგეწერა კოცნა. აი 1 2 3 ისევ თქვენ წააგეთ. სომალიში არის სომალი ჯამარდობა ეხლა. არ იყოს სწორი? მან სხვა რაღაცებს ბიჭო ანა ხო მოსასხამი გასაგებია, მაგრამ ისე ქვე სისულელებს. ოპა რა იტანა როდრიგო ვიშინა? მარშიალი მარტინელი. მარტიო ხეს მარტი. საწოდაობარი იაპონიისთვის. სეიშელების კუნძულ ალდაბრა ატოლზე ზაფხულში ტარდება ჩემპიონატი კუების ზღვაში სროლში, რადგან სეზონზე 150,000 მეტი კუ იყრის აქ თავს. ტურიზმის სამინისტრომ გადაწყვიტა სანაპიროს გაწმენდითი სამუშაოების ნაცვლად ეს საქმიანობა სპორტად ექცია. 1 2 3 დამიცხი ცოტნე. ბიჭებო წააგეთ. თქვენ ყველამ? არა. ყველამ როგორ წააგეთ? ყუს არის არასრული ყუ. მე და გუნდიშა. ყუს არის სურიან? არა, ხო არ მოაკლები. მე ბავშვობაში მაგის ერთობოდი ხო. ასა ვერ ამბობ. საკეთებენ და როის სროლონ დიდი. არა 150,000 კუ მართლა იყრის თავს. ხომ არა. ეგრე არის. ის სროლე ბლიად საფერფლეს მოაკეთე. კანადაში ყოველწლიურად ტარდება ლოსზე დაძახების ჩემპიონატი. კაცები გამოდიან, დგებიან სცენაზე და უნდა დაუძახონ ლოსს. ვინც ყველაზე სწრაფად დაახოს მოიყვანს გარეულ ლოსს, ის არის გამარჯვებული. ეს მართალია თუ წყვილია მეგობრებო? სხვათა შორის ლოს ქართული შესაწყისის არსებობს. აბა, დიდი ირემი. არა. აბა, ხენირემა. 1 2 3 გუნდიში დალი.
გონდიშა ირა ოროსანი გე ვიყვირი როგორც ყურიან ლოსები და ანუ რა გიყვირდა მაგის ოსლოში ყოველწლიურად ტარდება ძაღლების პატრონების შოუ. ძაღლების მაგივრად პატრონები ლახავენ ყველა იმ ბარიერს, რასაც ძაღლები ლახავენ ხოლმე. ეს აქტივობა 2024 წლიდან დაიწყო გრეტა თუნბერგის ორგანიზაციამ და მიზნად ისახავს ცხოველების ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს მართალია თუ ტყავილი? გრეტა თუნბერგი მაგდროს მიცურავდა იმაში რა გვია. 2 3 გუნდიში დალიე. გუნდიშა ძალიან მოწადინებული. შეჭება რატო არ გუნდიშა დაბადების დღეს საერთოდ სპონჩი. გუნდიშა ძალიან მოწადინებულია რა ეს. გუნდიშა ყველაფერი იქნა რომ დამთვრალი იყო აი როდესაც ანგემრიელია მე როგორც გამოვიყურები ეგეთი გრადუსიანი არ არის იდეაში ჩემი აზრით მაგრამ ძალიან გემრიელია და რაღაც აქციები არის ალკოსფეროში იდეაში და შეგიძლიათ მიხვიდეთ და ისარგებლოთ ამ აქციებით ფეხბურთთან დაკავშირებით არის ძალიან დიდ პროდუქციაზე 60%-ამდე და ფასდაკლება შენ თიცი და ასლარზე მეს თუ შეიზენ რაღაც დოლარი არის იქიდან ამოიღებ და 10-დან 30%-ამდე ფასდაკლება შეიძლება შეგხვდეთ იქ როგორ ხედავენ ჩვენი მაყურებელი გუნდიშას რეკლამას უნგრეთში ყოველწლიურად ტარდება საფლავების თხრის ჩემპიონატი. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც პირველი ამოთხრის 2 მეტრის სიღრმის იდეალური ფორმისა და ზომის საფლავს. გუნდიში 1 2 3 მი რომელი ავწიო მითხარი ისე ჭიგა არ უნდა მიწია ესა გუნდიში დალი შეჭება აფლავების ხრის ჩემპიონატი არის ზოგადად უნგრეთში ყველაზე მეჯერ აქ რუსეთს მოგებული სხვადასხვა მაგა დედაშო არასწორად ამიწევია ოსაკაში ყოველწლიურად ტარდება 10 კაციანი ცუილის ჩემპიონატი დახურული მინის ვაკუუმში სადაც ვენტილაცია არ არსებობს მონაწილეებს არ აქვთ უფლება პირით ისუნთქონ და გამარჯვებულია ის ვინც ბოლო გამოვა ოთახიდან ეს მართალია მეგობრებო თუ ტყუილია 1 2 3 ცოტნე დალიე აუ ორი მაგარი ჩემპიონატი როგორ ეთყობოდა რამის მოგონილი იყო ისე კუიზზე და იმაზე აი სუელი და გაიყნოსე აი თუ არ გინდა როგორ უნდა არა იმენ ამის მომენტი შენ როგორც ადამიანი რომელიც ყველა ჭიქადალია არ გავს უფლება რომ აუ როგორ ეთყობოდა ოიშველი არის მოგონილია ზმა ბიჭო წინაზე მინდოდა რომ ეს საფლავის გუნდიშას გაუმარჯოს მე ინაცვალეთ კომენტარებში დაწეროს ხალხმა რაღაცა ის თავიანთი გამოგონილი რაღაცა ეგეთი სპორტი და მაქედან მე თქვენ არჩიეთ გამარჯვებული ვინ იქნება და მოიგებს ლუდისა და კი ბატონო აუცილებელი მოთხოვნა რომ ცვილი და კულს არ შეეხებოდეს რა თქმა უნდა ეგ რა თქმა უნდა და არ ჯერიც იმისთვის ჯერეთის ვანაირად უნდა თქვა ჯერეთი იმისთვის რომ საჩუქარი მიიღოთ შეგახსენეთ მეგობრებო რომ უნდა მოგწეროთ ლუდისას Facebook გვერდზე და მანდ გაგცემენ პასუხს და დაგაგვალიერებენ როგორ უნდა მიიღოს საჩუქარი სად უნდა მოხვიდე და ესე შემდეგ და აქვე რა თქმა უნდა მე რა შენ საჩუქრის გარეშე არ დაყოლ ეს ლუდისას და ბავარიას კონკრეტული ნაკრები შენ საჩუქრად დავიცი იმედია მე კითხავენ და სიამოვნებ ლუდის ამას ნახევარ შენ გაჩიგებს და დავადებით მე ულიმიტო საჩუქრად მოვიდი ხელსარიელი მოსული ვარ გავედით ბოლოსკენ და მე რა ერთი თხოვნა მაქვს ზოგადად ეგეთი ტრადიცია გვაქვს სანამ ბოლოში გავალთ მე და შეხელი გადავწე აუ ქენ რა ის გადაწეთ რა ხელი მე რა მინდა გადავწე ძალიან დამთავრებულა ეგეთი რაღაცები მაგრამ კამერას ნახევი ბევრი ექნება ხელი თუ მოსწამდეს ხამი არა ეს ჯანზე არის მართლა არა სადავარ შესავით მე რა ეჯვის არ მევარ ბოლოს ხელი რო გადავწე ტრადიცია მოგესეთი გუნდიშას ხელს უწევს დაბადების დღეა ბოლოს ხელის გადავწე ერთსამით ეგ იქნება პოსტ კადრებში არა მე მანამდე მინდა მე რა ვსხოვო რომ უბრალოდ სადღეგრძელო თქვი ერთი ეგეთი ტრადიცია გვაქვს გადაცემის ბოლოს ერთი სადღეგრძელო და მაგით დავასრულებთ მე იქნება ესეთი რაღაცა ეფექტი და მე ხელის გადაწევა მე თუ გინდა ჯერ გეტყვი ხელის გადაწევა რა და გთხოვე ჩვენ ყავდა სოსო სტუმრად სოსო ხო ის მერაბის ის მომენტი არ ვიცი რა
რო გადახდა მათიაშვილზე ამბო. როგორ ვერ გავიხსენე ვარი. იმიტომ ნინის ხმარი. ნინის ხმარი. ჩვენი მათიაშვილი, აი, ძალიან საყვარელი გადაცემა იყო ეგეც, უსაყვარლესი სტუმარი ერთ და ძალიან კაი კაცია რა, აი, ძალიან დამეოსა და სოსოს უთხარი, მაშინ ხელი გადავწიოთ მე და ალაო. შანსი არ გადავანებე თავი, ეზარებოდა ალბათ. ხო და მე ის მგონდა სულ რა. ალბათ შენი ცემა. ხო, არ გამორიცხავ, რა ვიცი. რემზად ვარ მივიღო ეგ გამოწვევა. მოსა იდეა გაახურე. ხო და მე რა ის მაგცა. ბოლოს ხელი გადავწიე. დაახლოებით 1-2 თვე ეს მქონდა გაშავებული საერთოდ ხელი. აი. იმიტომ რომ ძალიან კაცმინდას და რესტორნის მაგიდა გავტეხეთ. ძალიან ის რატომ აქ ეს მუღამის აქ ზოგადად მაინტერესებს პროფესიონალი სპორტსმენების ზალა რა. აი რამდენად ზოგადად ხო. აი პროსტა რამდენად ხოზე არიან ჩვეულებრივ. ეგ ღოდისია რა ვიღაცა შეიძლება ჩანსზე იყოს, მაგრამ ხელს ვერ წერდეს ვიღაცა ისე ვიღაცა. მაგრამ ზოგადად ხელს გადაწევას უნდა მოერიდოთ რა ძალიან შეიძლება მაგარი ტრამული იყოს. მაგრამ გახურების გარშემო, მაგრამ მე გახურებელია ვერ დავლი. თუ მე ხდება ჯერა მამანის თუ მოხდება სადახაობა იქნება. სადღეზე რა შეიძლება. კი გენას. უსაყვარლესია. მომეჩვენა თუ ხელის მოტეხვა დააპია რა უცებ ჩემი. იქნებ ჩემი. აუ. ყველა ხელებსა ბარე. არა მე ხა წავალ რა. ყველა ვიტევებელ ადამიანს გაუმართო. ჩემი დაგვიანება ისე გემია მომიტევეთ. შეშოვაგებ. აგიმარჯოს ხალხო. მადლობა ძალიან დიდი სტუმრობისთვის. მადლობა რომ ადამიანს. ესეთი უშუალო და კარგი ადამიანი ხარ, აი მაგის თმამიდო და მართლა უცბად გეუბნები, ცოტა ნერვიულობდი სანამ მოხვიდოდი აქ და თანერდოთ რომ ბევრი მქონდა და ხო. მაგიდავს არ მოდის მათი სად არის? ხო, მაგრამ აი გულწრფელად ძალიან მესიამოვნად მოდელი. დიდი მადლობა საჩუქრებისთვის, მაგრამ ურვესმა ბიჭო რომ საცემი არ გამიგდა რაღაცა. ეგ ხო ნახავთ. ტიტყების მე ნახავთ გონდიში. ჩვენ ერთად მეგობრებო, ეხლა ნახავთ ხელის გადაწევას. აქვე სანამ დავასრულებთ უცებ ვიტყვი რომ დიდი მადლობა ჩვენ სამდღეს უდისას მადლობა ბავარიას ჩვენ მეგობრლუს და მადლობა ალგოსფეროს და მომოვალ შეხვედრას კოსინძე მზად ვართ არა დაითვალე ცოტა 10-მდე დაითვალე ვიტვლი 7-მდე 10-მდე 7-მდე ვიტვლი და всё 1 2 3 4 5 6 7 რატომ გაწوهარ მოფილიყა გამარჯვებული მოდი ეხა მე მარცხენაცი მარცხენად მე გიწევ ხოლმე და მივიშვი მიდი შეცაცია ხარ არა ძალიან ხუძე წავიდა მე მარცხენას გადა აუ რატო მაჯობა რა და მე მარცხენ ჩემი რაღაცა ვერ ვიყავი ხოძე ხელები აგვიწევია უშასოდვა გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო და 3 ჩემი დალიეთ კიდე 2 1 ბიჭო არა მე გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო მეგობრებო Thank you.